გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. პრემიერ-მინისტრი მსხვილ ბიზნესს შეხვდა. შეხვედრაზე განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილეს. ერთი ფაკულტეტი, ერთ ქალაქში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის წესის ცვლილება. კიდევ რაზე ისაუბრეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა და როგორ აფასებს ბიზნესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს. კრისტინე გამთენაძე შემოგვიერთება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მაიკო მოგესალმები. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების, ასევე სხვა მსხვილი კომპანიების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის ძირითადი საკითხი, როგორც უკვე აღინიშნა, იყო განათლების რეფორმა და მასთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს დღევანდელ შეხვედრაზე ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მთავრობის წევრებისთვის, მათ შორის პრემიერისთვის გაეცნოთ საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით და როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ბაზარზე არის კადრების დეფიციტი და ეს სერიოზული პრობლემაა, როგორც მსხვილი დამსაქმებლებისთვის, ასევე შედარებით მომცრო ბიზნესებისთვის და აღინიშნა ისიც, რომ არსებობს რიგი ფაკულტეტები, რომელთა მიმართაც საკმაოდ დაბალია ინტერესი მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაკულტეტების დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიებით დასაქმდნენ. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა დღეს აღნიშნა, რომ მომზადდება ახალი კონცეფცია სწორედ ბიზნესის ჩართულობით და ბაზრის ანალიზის შესაბამისად. ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაცანით კიდევ ერთხელ ასოციაციის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს თვითონ კონცეფციის შინაარსი. ჩვენ გვინდა, როგორც მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბუნებრივია ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა და დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივ ჩართულობით, თანამონაწილეობით. ბუნებრივია განათლების, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის, როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და ეს არის კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ძალიან ბევრი მიმართულებით, არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი, ანუ შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამსხოროდ სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი. ჩვენ ბუნებრივია დღეს შესაძლებლობა გქონდა, რომ გავსაუბრებოდით ბიზნესის წარმომადგენლებს და მათი პოზიციებიც მოგვესმინა ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით. აღინიშნა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მხრიდან, რომ შენიშვნები კონცეფციასთან დაკავშირებით ნაკლებად არის და ისინი შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილ ვარიანტს განათლების რეფორმასთან დაკავშირებულს ასე თუ ისე ეთანხმებიან. თემურ ჭყონიამ, კოკა-კოლას ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შენიშვნა მას აქვს 12-დან 11 წლიან მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში 12-დან 11 წლიან სწავლებაზე გადასვლას და როგორც თემურ ჭყონიამ ჩვენთან საუბრისას განმარტა, თუ კი მოსწავლეს სურს, რომ სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი ევროპულ უნივერსიტეტებში, ბუნებრივია მათ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში 12 წლის განმავლობაში ისწავლონ, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დააზუსტა ჩვენთან საუბრისას, რომ მოსწავლეებს ნამდვილად მისცემს შესაძლებლობას განათლების სამინისტრო, რომ სურვილის შემთხვევაში დაასრულონ 12 წლიანი სწავლება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად. თუ მაგალითად ეს 12 წლიანი სწავლება აუცილებელია, რომ სოფლიო ან ევროპის სასწავლებელებში აუცილებელი წელი, აუცილებელი რაც არის, უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ინტეგრირება გვინდა, თაობას, რომელსაც უნდა იქ სწავლა, არ უნდა შევზღუდოთ. თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს 11 წლიანი, 12 წლიანი, რაც უნდა ბავშვის უნდა გააკეთოს. არ უნდა შეიზღუდოს ჩემი აზრით ახლა ის რომ 11 წლიანი შემოვიღო და მერე
ეძებოს გამოსავალი როგორ მოხდეს უცხოეთში ეს არ არის სწორი. მოვისმინეთ ის, რომ ახალი რეფორმა უმაღლეს განათლების ნაწილში იქნება თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იმაზე, რომ კვალიფიკაციებმა, რასაც მოამზადებს მათ შორის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, უპასუხონ შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს. ეს იყო თავარი, რაზეც ყველანი თანხმდებით, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემას ჭირდება გადაჭრა და ამ გადაჭრის გზა არის სწორედ ის რეფორმა, რომელიც დღეს მოვისმინეთ. პრემიერმა აღნიშნა, თუ საუბარია მობილობაზე, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ის ბავშვები, რომელსაც აქვს სურვილი უცხოეთში დაეუფლოს სწავლას, მათ იქნება შესაძლებლობა 12 წლიანი განათლება მიიღოს საქართველოში. ეს იქნება კერძო სკოლები, სადაც იქნება შესაძლებლობა, ასევე იქნება სპეციალური მე-12 კლასები, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს სურვილებს აი ამ 12 წლიანი განათლებით. ანუ ამ მხრივ მეგონი პრობლემა არ არის. ბიზნეს დიდი როლია ამ ყველაფერში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ხარისხის მართვაში, ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაც შეგვიძლია მივაწოდოთ თქვა განათლების სამინისტროს, იგივე ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენ რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება რომენი უნივერსიტეტებიდან უფრო კაი ხალხი მოგყავს, რას ვიხდით, რა არის საშუალო ხელფასი, რა დასაქმებულო, რა შემდეგ და ამიტომ ჩვენ ამას შეგვიძლია ჩავერთოთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ საჯარო უნივერსიტეტებში, რომ ქველმოქმედება გავწიოდა ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც არ გაასაწყვეტი, ასევე ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც გააწყვეტა და ამაზე ვილაპარაკეთ ბევრი პრემიერმა აგვიხსნა განათლების მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა რასაპირებენ და მოვისმინეთ ძალიან საინტერესოა და მადლობა გმეცო ამას ვაკეთებ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების უნივერსიტეტების ხელმძღვანელ პირებთანაც გაიარა. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბერში საშუალო ზრდა 7.7%-ით შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დაამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორმა, ასევე პროფესიულმა სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა. მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებში კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა. მთავრობა ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას გეგმავს, როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის ხდომაზე განაცხადა, ინიციატივა მიზნად ისახავს შესაძლო გარიგებების აღმოფხვრას შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შორის და საჯარო შესყიდვების პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ხარჯ-ეფექტიანობის ზრდას და შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებას. მთავრობის ხდომაზე საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიასაც. პრემიერის განცხადებით, სტრატეგიაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება. 2026-2015 წლების ჩათვლით გვინდა რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები, მიზნები და ამოცანები და სადაც იქნება შემდეგ გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების ვადები, ამოცანების შესრულების ვადები. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო. ბარტას საქართველოში უკვე 6 წლიანი ისტორია აქვს და მისი მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს ბარტა, რომელ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და რა ფორმით გაიმართება წელს კონკურსი ჩვენ სტუმრებთან საქართველოს ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ეკატერინე მიქაბაძესთან და მსოფლიო ბანკის უფროს კონსულტანტთან მართვის სფეროში ირინა გორდელაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე უკვე აღნიშნე, რომ ბარტას მრავალწლიანი ისტორია აქვს, დაახლოებით 6 წელია, თუ სწორად გვახსოვს. და მისი მთავარი მიზანი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით კომპანიებისთვის გარკვეულწილად მეტი აქტივობის მიცემის შესაძლებლობა. მაგრამ საინტერესოა თქვენი გადმოსახედი და რა მიზანს ემსახურება ბარტა და მე უკვე ვისაუბროთ იმაზე, რა მოლოდინი გვაქვს ამ ნაწილში. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს.
ბარტა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია, როგორც აღნიშნეთ, უკვე 6 წელია იმართება და დღეს უკვე მე-7-ად გამოცხადდა, მიღება უკვე დაიწყო განაცხადების, ამაზე დეტალურად შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ქართული კომპანიები თავისი ანგარიშგების, გამჭვირვალობის, გაუმჯობესების ტენდენციებს აჩვენებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე ზოგადად ანგარიშგების მაღალი ხარისხის დაწესებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ინვესტორების ნდობის ზრდის თვალსაზრისით და თუ უფრო კონკრეტიკაზე გადავალთ, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან ეს მათი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. აი, ნაწილი ყველაზე ისეთი საინტერესო ნაწილია, რომელიც ახლა ახსენეთ კაპიტალის ბაზრის. მაგალითად, რა სახის გავლენა აქვს ამ ტიპის კონკურსებს? მე გეთანხმებით ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და თან პრესტიჟული მე თვითონ კომპანიების წარმომადგენლების აზრი მეტნაკლებად ვიცი და სწორედ ამის გათვალისწინებით ვამბობ. თუმცა საინტერესოა ის, რაც ეხლა ყველაზე მეტად გვჭირდება რისი განვითარებას კაპიტალის ბაზარი. აი, ამაზე რა ტიპის გავლენა აქვს ამ ტიპის კონკურსებს? მე ვიტყოდი, რომ პასუხი არის საკმაოდ მარტივი. ზოგადად კაპიტალის ბაზარი, ინვესტორები ეფუძნებიან მათთვის უმნიშვნელოვანესია ნდობა. ზედამხედველის პერსპექტივიდანაც შემიძლია გითხრათ, რომ ზედამხედველობის პრინციპებიც კი გამჭვირვალობის და ნდობის არსებობას ეფუძნება. სწორედ ნდობა კომპანიების მიმართ, რა თქმა უნდა, აღვიძებს ინვესტირების სურვილს, ბაზრის განვითარების სურვილს და სწორედ ეს არის კაპიტალის ბაზრის ანიბანი. შესაბამისად, გამჭვირვალობა, მაღალი ხარისხის ანგარიშგება არის ნდობის საფუძველი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს და პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რა თქმა უნდა, რთული იქნება ამის მტკიცებით ფორმაში თქვა, თუმცა ქართული კომპანიების ანგარიშგების ხარისხის მაღალმა ხარისხის ზრდამ გამჭვირვალობა მოიტანა სწორედ ის, რომ საკმაოდ კარგი ტენდენციებია კაპიტალის ბაზარზე. ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომელიც ინვესტორების და მომხმარებლების დაინტერესებას უწყობს ხელს. კი ბატონო, რა სიახლეებს გვთავაზობს წლევანდელი ბარტა და ვინ არიან ისინი, ვინც იღებენ მონაწილეობას, ან ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, ქალბატონო? მოგესალმებით, ქალბატონო მაია, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. წელს ბარტა იგივე პრინციპში იგივე პრიზებს თავაზობს, იგივე ნომინაციებს თავაზობს კომპანიებს. ჩვენ შარშან შემოვიტანეთ ახალი პრიზი, ახალი ნომინაცია, რომელიც იყო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის პრიზი. დანარჩენი ნომინაციები ჩამოთვლი მაინც მნიშვნელოვანი არის მაყურებლისთვის. ეს არის საუკეთესო კომპანია თითოეულ კატეგორიაში. ჩვენ 3 კატეგორიის მიხედვით გვყავს დაყოფილი კომპანიები. ეს არის მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო ზომის კომპანიები. აი ამ თითოეული კატეგორიიდან პრიზები იქნება როგორც საუკეთესო კომპანიისთვის, ასევე ეს იქნება წამახალისებელი პრიზი და მდგრადობის ანგარიშის პრიზი. ანუ სამივე კატეგორია მიიღებს აი ამ 3 პრიზს. ნუ ჯამში 9 გამოდის და მე-10 პრიზი, ეს არის განსაკუთრებული ნომინაცია. ამ ნომინაციით ჩვენ გვინდა წავახალისოთ ახალბედა კომპანიები, რომლებსაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა, როგორც ქალბატონო მაიკა მახსენა, უკვე 6 წელია მიმდინარეობს ეს კონკურსი და გვყავს ბევრი კომპანია, რომელიც წლიდან წლამდე არის მუდმივად მონაწილე. და გვინდა წავახალისოთ ახალი კომპანიები. რაც შეეხება თქვენ იკითხეთ, ვის აქვს უფლება? ესაც მნიშვნელოვანი, რომ კომპანიებმა იცოდნენ, შეუძლია თუ არა მაშინ მონაწილეობის მიღება. კი, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, მოგეხსენებათ, ეს არიან ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, არიან სახელმწიფო საწარმოები და სხვა. და ასევე მსხვილ კომპანიებს და ჯგუფებს. ეს არის ის კატეგორიები, ვისაც შეუძლია
შეუძლია მონაწილეობის მიღება. დღეს ჩვენ ვაცხადებთ გახსნილად უკვე. ანუ დღეიდან დაიწყო განაცხადების მიღება? დაიწყო განაცხადების. და როდის სრულდება? თვის ბოლოს, ნოემბრის ბოლოს, უბრალოდ 30 ნოემბერს. 30 ნოემბერი 30 არის შესაბამისად 30 ნოემბერს სრულდება კი ბატონო. რა არის, რადგან ვახსენეთ საუკეთესო დებიუტანტი კომპანია, რა ტიპის ნომინაცია და რა შესაძლებლობას უხსნის ეს დებიუტანტს ამ ნაწილში, თუმცა ალბათ იმ ცნობილ ჩამონათვალიდან, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, რომელიმე ერთი მიმართულებით მომუშავე კომპანია აი ამ ნაწილში მისთვის რამდენად პრესტიჟული შეიძლება გახდეს ეს თავისი არსიდან გამომდინარე ეს სტატუსი. მე ვიტყოდი რომ საუკეთესო დებიუტანტი კომპანია ისევე როგორც საუკეთესო პერფორმანსის მქონე კომპანია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, პრიზი ძალიან სტიმულის მიმცემია ახალი კომპანიებისთვის. ეს ერთ მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ბაზარზე ყავს კომპანიები, რომელთაც თავიდანვე შეუძლიათ მაღალი ხარისხის ანგარიშგების და მაღალი დონის გამჭვირვალობის ჩვენება და არა მხოლოდ უკვე კარგად დაფუძნებულ მყარად, ბაზარზე მყარად ყოფი კომპანიებისთვის არის ხელმისაწვდომი მაღალი დონის ანგარიშგების და გამჭვირვალობის სტანდარტების ჩვენება, არამედ ახალ კომპანიებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა. ეს თავისთავად ბაზრის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელია. ის რომ ახალ კომპანიასაც შესწევს ძალა ამ მაღალ სტანდარტებს უპასუხოს, ეს თავისთავად უკვე თავად ბაზრის ამ მიმართულებით ბაზარზე არსებულ მაღალ დონეზე მეტყველებს. თვითონ აი ეს მიმართულება რამდენად არის მნიშვნელოვანი თავად კომპანიებისთვის, რასაც ქვია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდება, ფინანსური ანგარიშვალდებულება. რას აძლევს ეს კერძო სექტორს და თავად ამ სფეროს წარმომადგენლებს? როგორც ქალბატონმა ეკამ უკვე ახსენა, გამჭვირვალობა ნიშნავს ნდობას და ყველა კომპანიისთვის უპირველესად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს საერთოდ ყველა სფეროში ნდობა ბაზრის მონაწილეების, ყველა დაინტერესებული პირების და მხარეების ნდობა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინვესტორი, რომელმაც შეიძლება პოტენციურად დააბანდოს თანხა ფული კომპანიაში, არა მხოლოდ ბანკები, ბანკები, რომლებმაც შეიძლება სესხი გასცენ, არამედ ასევე კომპანიის მომხმარებლები, მიმწოდებლები, თანამშრომლები, ყველა დაინტერესებული მხარეები ვერ იქნებიან ნდობით გამსჭვალულები, თუ კომპანია არის დახურული, თუ ის არ არის გამჭვირვალე და თუ არ ამჟღავნებს ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის თუნდაც ფორმით. კი ბატონო, სწორედ ამის გათვალისწინებით კითხავთ აქვე, რომ მაგალითად გრძელვადიან პერსპექტივაში თვითონ ამ კომპანიებზე როგორ შეიძლება იმოქმედოს აი ამ ჯილდომ და ამ კონკურსმა. ძალიან პოზიტიურად. პირველ რიგში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულა, ადასტურებს, რომ რაც უფრო გამჭვირვალეა კომპანია, მით უფრო მეტი ინვესტიცია შეიძლება მოიზიდოს მან. მაგრამ გარდა მაგისა, იცით, მსოფლიო ტენდენცია უკვე ისეთი არის, რომ გამჭვირვალე კომპანიებს თვითონ შეიძლება იყოს აი რაღაც კონკრეტულად შოკოლადის რომელიც მიდის მაღაზიაში, შეიძლება იყიდოს უფრო ისეთი ნაწარმი, ისეთი კომპანიის ნაწარმი, რომელიც არის გამჭვირვალე და რომელიც ასევე არის შეგნებული და ინფორმაციას არ მალავს და ასე ვთქვათ, გარკვეულ სტანდარტს შეესაბამება მსოფლიოში. ნუ ესეც არის აღიარებული პრაქტიკა. თვითონ რადგან ინვესტიციების ნაწილს შევეხეთ, რამდენად შეიძლება სერიოზულად დავუშვათ ინვესტორების მოზიდვის კუთხით თვითონ კომპანიებს სხვა მასშტაბის შესაძლებლობები გაუჩინოთ, როდესაც მათ აქვთ ფინანსური ანგარიშვალდებულებისა და დავუშვათ იგივე გამჭვირვალობის მექანიზმები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. საუკეთესო სტანდარტით ფინანსური თუ არაფინანსური ანგარიშგება, გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კომპანიაში ძალიან მაღალ დონეზეა
საოპერაციო საქმიანობა ძალიან მაღალ დონეზეა რისკების იდენტიფიცირების მექანიზმი და ამ რისკების მართვის ჩარჩო, ასევე მაღალ დონეზეა კორპორაციული მართვის ეთიკა, კოდექსი, თანამშრომლებთან მოპყრობა. ეს ყველაფერი არის ის თანამედროვე სტანდარტი, რაც ინვესტორებისთვის არის გარკვეული სიგნალი, რომელიც მათ კარს უხსნის კონკრეტულად კომპანიაზე, ბაზარზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე. შესაბამისად, გრძელვადიანად აი ამ საერთაშორისო სტანდარტებთან, საუკეთესო სტანდარტებთან დაახლოება კომპანიებისთვის იმის მომცემია, რომ მათ თავისუფლად შეეძლებათ გასვლა როგორც ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ასევე კაპიტალის ბაზარზე. ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის. და ჩვენი საუბრის ბოლოს რა ტიპის ინფორმაციის წარმოდგენა ევალებათ კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მიზნით და დავუშვათ გადაწყვეტილება როგორ მიიღება, პრინციპი როგორია, ანუ ამ წარმოდგენილი რაღაც გარკვეული გრძელი სიიდან ხდება მოკლე სიის არჩევა თუ როგორ ხდება ეს მექანიზმიც რომ აუხსნათ მაყურებელს? ნუ რა თქმა უნდა, ყველა ანგარიშგება, რომელიც იწარმოება, ეს არის ფინანსური, არაფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება, ESG გარემოს სოციალური და მმართველობითი, ასევე რა თქმა უნდა კორპორაციული მართვის და ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ეს ყველა ანგარიშგება კომპეტენტური, ძალიან მაღალ პროფესიონალური ჟიურის მიერ იქნება შეფასებული და რა თქმა უნდა შედეგები საკმაოდ საზეიმოდ გამოცხადდება ძალიან თვითონ დაჯილდოების ღონისძიება როდის იქნება? დაჯილდოების ღონისძიება იგეგმება 2026 წლის თებერვლისთვის. გასულ წელს 29 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ეს ბევრია თუ ცოტა? საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია, რაც მთავარია ტენდენცია არის აშკარად ზრდისკენ, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელსაც ძალიან მაღალი იქნება ინტერესი და შესაბამისად თებერვალში უკვე ერთად გამოვავლენთ და რა თქმა უნდა ბიზნეს პარტნიორი აი ამ ღონისძიებას აუცილებლად უკვე დაჯილდოების ცერემონიალს აუცილებლად გააშკებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ თქვენს და ამ კონკურსში მონაწილე ყველა ადამიანს და კომპანიას თავისთავად. საქართველოში ტურიზმი რეგიონული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, როგორ შეიძლება ტრადიციამ და ადგილობრივმა კულტურამ ახალი ტურისტული შესაძლებლობები შექმნას. რა იზიდავს ვიზიტორებს ლეჩხუმში და როგორ იყენებენ ადგილობრივები პოტენციალს ეკონომიკური ზრდისთვის. ვრცლად ნია ბაკურაძის სიუჟეტიდან გაიგებთ, მე აქვე გემშვიდობებით, სიუჟეტის შემდგომ კი უკვე ჩემი თანაწამყვანი გიორგი კაპანაძე სტუმართან ერთად შემოგიერთებათ. საქართველოში ყველა რეგიონი თავისი უნიკალური სილამაზის მატარებელია. ბოლო წლებში ეს კუთხე სულ უფრო ხშირად ხვდება მოგზაურთა მარშრუტებში, რასაც არაერთი მიზეზი განაპირობებს. როგორიც არის ხმელიძეების მარანში ჩატარებული ფოლკლორის ყოველწლიური ფესტივალი, ულამაზესი ბუნება და ქართული ღვინო. ვაზს, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. საქართველოში რთველი შემოდგომის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ლეჩხუმში ვიზიტის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. დავიწყოთ ღვინის დეგუსტაციით. ქართული სუფრა, როგორც ღვინის გარეშეა წარმოუდგენელი, ასევე ფოლკლორის გარეშეც. ასე რომ დაინტერესება არის კომპლექსური. რაც შეეხება ფესტივალს, უკვე მესამე წელიწადია, რაც ჩვენ ამას ვაორგანიზებთ. ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ქვეშ აღებული ვალდებულება არის ლეჩხუმისთვის. ვცდილობთ, რომ კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ ლეჩხუმს და ხელი შევუწყოთ ლეჩხუმის პოპულარიზაციას და სოფელ ქოენში ცნობადობის ამაღლებას. ტურიზმის ამბავში, რა თქმა უნდა, ეს არის წარმმართველი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ქართული ღვინო შესანიშნავი არქიტექტურა, ბუნება არაჩვეულებრივი გაქვს, მაგრამ ამის გვირგვინი, რა თქმა უნდა, არის ქართული ხალხური სიმღერა. უცხოელების დაინტერესება არის უზარმაზარი, მაგალითად ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, აი ყველგან იმდენად პოპულარულია ქართული ხალხური სიმღერა.
რეგიონისთვის, სადაც მეღვინეობა და ფოლკლორი საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიურობის ნაწილია, კულტურული ღონისძიებები დღეს ეკონომიკური შესაძლებლობების წყაროდ იქცა. იზრდება მოთხოვნა განთავსების ობიექტებზე, ტრანსპორტსა და ადგილობრივ პროდუქტებზე, რასაც თან ინფრასტრუქტურის განვითარებაც ერთვის. თუმცა ადგილობრივების შეფასებით, ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ აუცვისებელია. ლეჩხუმის ტურიზმის განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალია. შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ დაწყებულიც არ არის ამ პოტენციალის ათვისება და გამოყენება. ძირითადად ჩვენი ვიზიტორები არიან ევროპიდან, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ებრაელებიც ასე ვთქვათ დიდ ინტერესს გამოიჩენენ. ყველაზე აქტიური მაინც ზაფხული რჩება. ივლისი, აგვისტო, სექტემბრის დასაწყისი, მაგრამ შემოდგომასაც თავის ხიბლი აქვს და ამ მრავალფეროვნების და ფერების სანახავად ვიზიტორებიც ხშირად დადიან. ჩემთვის ეს ადგილი ძალიან საინტერესოა. ემოციურია იმ ბგერების მოსმენა, რასაც ქართული ფოლკლორი აერთიანებს. ქორენიშს უკვე საკმაოდ ბევრჯერ ვესტუმრე და აქ მოსვლა სულ მიხარია. ძალიან ლამაზია ლეჩხუმი. აქაური კულტურა, ტრადიციები, სტუმართ მასპინძლობა. ღვინო კი ნამდვილად უნიკალურია, ძალიან გემრიელი. მიხარია ამდენი სტუმრის ნახვა. ყოველ ჯერზე უფრო მეტი ტურისტი მხვდება და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ. ლეჩხუმის ტურიზმი ჯერ მხოლოდ განვითარების გზის დასაწყისია. თუმცა ეს მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ტრადიცია ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნას. მოგესალმებით. დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის მონაცემები გამოაქვეყნა. საიდანაც ირკვევა, რომ იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა. ტრადიციულად ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საფინანსო და საბანკო სექტორმა. ჩვენ სტუმართან საბანკო ასოციაციის ანალიტიკურ დირექტორთან დავით რუსიასთან ერთად სწორედ საბანკო სექტორზე ვისაუბრებთ, თუ როგორია მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, როგორია კონკურენცია ზოგადად საბანკო სექტორში და ამავდროულად უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს პერიოდში პროცენტო განაკვეთების შემცირებას. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ჩემი სტუმრობა თქვენთან, თქვენს პირველ გადაცემაში და კიდევ ბევრჯერ შევხვედრილი ყავით. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ სექტემბრის მაჩვენებლით 7.7%. უნდა ითქვას, რომ სექტემბერში მსოფლიო ბანკმა შეცვალა თავის პროგნოზის ზრდის მიმართულებით და საქართველოს 7%-იანი ზრდა დაუწერა. ეს მსოფლიო ბანკის ასე ვთქვათ პარამეტრი თანხმედრაში არის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მაჩვენებლებთან, რომელმაც ასევე გაზარდა და ისინი 7%-იან ზრდას ელოდებიან. ჩვენ გათამამებული ვართ ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებით და იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლო კვარტალში ასე ვთქვათ ეკონომიკა კიდევ შეძლებს ასე ვთქვათ მეტი და მეტი უკეთესი მაჩვენებლების ასე ვთქვათ ჩვენებას. კი ბატონო დავით, როდესაც საბანკო სექტორზე ვსაუბრობთ, საუბარი აუცილებლად მინდა თვითონ სექტორის მიმოხილვისას დავიწყოთ კონკურენციით. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად კონკურენტულია გარემო, ჩვენ ვხედავთ, რომ აქტივების მიმართულებით ძირითადად მაინც ორი ბანკი არის წამყვანი, რომელიც მთლიანი საბანკო სექტორის 77%-ს აკონტროლებს აქტივების მიმართულებით. ბოლო პერიოდში გაჟღერდა ინფორმაცია და აქტიური მოლაპარაკებების მიმდინარეობს სექტორის მესამე და მეოთხე ბანკის გაერთიანებასთან დაკავშირებით. გულისხმობ ლიბერტი ბანკს და ბაზის ბანკს. საინტერესოა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, როგორია თქვენი ინფორმაცია და თუ ეს გაერთიანება მოხდა, რა შეიცვლება სექტორში და რამდენად გაძლიერდება კონკურენცია? მოდით ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ დღესდღეობით ქართული საბანკო სისტემა 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის საუბარი გვაქვს ჩვენ ორ მიკრობანკზე, რომლებმაც წარმატებულად შემოდგეს ფეხი და საკმაოდ ნორმალურად და კარგად ვითარდებიან და სამ ციფრულ ბანკზე, რომელიც სიახლე არის დღეს მსოფლიოსთვის და მათ შორის ქართული ბაზრისთვის. თვითონ ცალკეულად მესამე ბანკი თქვა სიდიდით, ხო, ლიბერტი ბანკი და მეოთხე სიდიდით ბაზის ბანკი, მათი მაჩვენებლები რო ავიღოთ, ჩვენ ორივე ბანკი საკმაოდ წარმატებული არის და დიდ პროგრესს განიცდის. რა თქმა უნდა, ეს ორი ბანკის დომინაცია, რომელიც თქვენ ბრძანეთ, წესით პატარა ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, ანუ პატარა ეკონომიკის ქვეყნებში, როგორც ვთქვათ, ისრაელი, ხო, ჩვენ აი ზომით რო გავიგოთ, იქაც პირველი ორი ბანკი დიდი არის და მე დანარჩენი ბანკები, ასე ვთქვათ, ავსებენ ფინანსურ სექტორს. ჩვენ დაახლოებით 10 მილიარდიანი, ასე ვთქვათ, საბანკო გაერთიანება უნდა მივიღოთ, თუ ეს, ასე ვთქვათ,
გაერთიანება შედგება და დასრულდება. თუმცა როგორც ხედავთ, გარკვეული პროცესები არის, რომელიც ამ ორი ბანკის გაერთიანებას უძღვნის. ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე გასცა ნებართვა, ასე ვთქვათ, თანხმობა ამ გაერთიანებაზე, თუმცა ჯერჯერობით, როგორც თქვენ ასევე ჩვენ, მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვთვლით, რომ გაერთიანებით საბანკო სექტორი მოიგებს, იმიტომ რომ მესამე ტოლსტორი, ასე ვთქვათ, ბანკი გაჩნდება, თუმცა თუ ეს ორი ბანკი ისევ დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას, ორივეს მენეჯმენტი და ასე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობა იმდენად წარმატებულია, რომ ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვეულებრივად საბანკო ბაზარს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება, ასე ვთქვათ, გაერთიანებაც პოზიტიური იქნება და თუ გაერთიანების შემთხვევაში რეალური კონკურენცია რამდენად ექნება ამ ასე ვთქვათ მესამე ბანკს პირველ და მეორე ბანკთან ან რამდენად შევაიგე რეალურ კონკურენციაში გაერთიანების შემთხვევაში ხომ მოგეხსენებათ ყოველთვის არის საუბარი ორი იურიდიული პირის შიდა კულტურის საქმიანობის კადრების გაერთიანებას და ალბათ ყველაზე მარტივად რო ვთქვათ ერთი წელი მინიმუმ გაგრძელდება ამ წელს განმავლობაში დამერწმუნეთ არც ერთი კონკურენტი არ დაელოდება, თქვათ, ამ პროცესის გაგრძელებას და ყველა შეეცდება, რომ უფრო წარმატებული იყოს. ანუ შეიძლება გაერთიანება მეტი ქართულად ინსენტივი გაუჩინოს, თქვათ, მათ შორის პატარა ბანკებს, რომ მეტად გაიზარდონ და მანამდე სანამ ეს დაფუძნდება ეს მესამე სიდიდით ბანკი, ეს თქვათ, მეტი შედეგი დადონ, თუმცა არც პირველი და მეორე ბანკი და საქართველოს ბანკი და TBC ბანკი არიან ხელჩამოშვებულები პირიქით საკმაოდ სოლიდურს დასაჩვენებენ და ეს მათ ასე ვთქვათ აქციების ღირებულებაზე ძალიან პოზიტიურად აისახება. კი ბატონო, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა სექტორთან მიმართებაში, იყო ის, რომ ქვეყანაში უნდა გამოჩენილიყო უცხოური ბანკი, უცხოური აქტივების ბანკი, მათ შორის აქტიურად იყო საუბარი ჩინურ ბანკებზე. საინტერესოა, რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია სიმართლეს და ასევე თუ კი მსგავსი რამ მოხდა უცხოური ბანკის გამოჩენა, თუ შეცვლის თამაშის წესებს ქართულ საბანკო სექტორში. აქ მე ვგულისხმობ საპროცენტო განაკვეთებსაც, კონკურენციასაც და ასე შემდეგ, რაზეც თქვენც და მეც ბევრი ინფორმაცია გავიგეთ, როდესაც ვრცელდება. კი ბატონო, ჩინეთი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და პრაქტიკულად მსოფლიო გლობუსზე არ წარმოადგენია ქვეყანა, რომლის სტრატეგიულ პარტნიორად დღეს არ მიიჩნევა ჩინეთის ასე ვთქვათ, რამხელა სახელმწიფო. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქართულ საფინანსო ბაზარზე ჩინური ინვესტიცია ხო ბაზის ბანკის მეშვეობით უკვე არსებობს, მათ დაამტკიცეს თავიანთი სისუსხისუნარიანობა და შესაბამისად წარმატებით ფუნქციონირებენ. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობთ, რომ ეს არის მოსაზრებები რაღაც რეალური რომ რომელიმე საბანკო დაწესებულებას ჰქონდეს შეტანილი ასე ვთქვათ განაცხადი ლიცენზიის მიღებაზე ამ წუთას ჩვენ ასე ვთქვათ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ. თან ეროვნული ბანკის სასახელოს უნდა ითქვას რომ საკმაოდ ღია არის ეს ინსტიტუცია და როგორც კი ვთქვათ ესეთი განცხადება იქნებოდა მიღებული ისინი აუცილებლად ჩვენ გვამცნობდნენ ამის შესახებ თუმცა ასეთი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა და თუ მოდით ეგრე ვთქვათ ვადანგიორი შევთანხმდით რომ თუ ეს დადასტურდება უახლოეს თქვათ 3 თვეში, 6 თვეში ან ნებისმიერ პერიოდში, კიდევ მიუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო მეტად გავშალოთ. ჯერჯერობით მე მგონი უბრალოდ არის ან სურვილები, ან მოვარული უბრალოდ ხმები, მეტი არაფერი. კი ბატონო, სექტორის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია დაკრედიტების და დეპოზიტების მიმართულებით ზრდის ტემპის, მაღალი ზრდის ტემპის შენარჩუნება და ამ კუთხით არც თუ უარყოფითი ტენდენცია პირიქით, როგორც ჩვენ ვხედავთ, დაკრედიტების მიმართულებით 13%-იანი ზრდა არის სექტორში და ამავდროულად დეპოზიტების ზრდის ტემპი დაახლოებით 13.6%-ს აჩვენებს. საინტერესოა თქვენი მოლოდინი როგორი არის, რამდენად შენარჩუნდება ორნიშნა ზრდის ტემპი და ამავდროულად წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ თუ არა ამ აჩვენებლის გაზრდას თუ პირიქით შემცირებაა მოსალოდნელი. წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო სექტორმა 100 მილიარდიან ზღვარს გადააჭარბა. მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ასე ვთქვათ იმედი არის, რომ წლის ბოლო 2025 წელი დაიხურება 100 მილიარდიანი, ასე ვთქვათ, ზღურით. დღეს ჩვენს მაყურებელს შევატყობთ, რომ სექტემბერში ეს მაჩვენებელი 104 მილიარდ 900 მილიონს უტოლდება. ანუ შეიძლება ზუსტადაც 100 მილიარდიანი ზღვარი ჩვენ ასე ვთქვათ უკვე დავძლიოთ. ამაში რა თქმა უნდა ჩვენ შეუმატებული ასე ვთქვათ მიკრობანკები დაგვეხმარენ მათი აქტივების მიმართულებით. რაც შეეხება საკრედიტო მიმართულებას, ვფიქრობთ რომ
წელიწადი შედგა იყო პერიოდი თქვათ ზაფხულამდე როდესაც გარკვეულწილად ჰქონდა სკეპტიკურად მსჯელობის ასე ვთქვათ საშუალება, თუმცა ზაფხულის პერიოდმა საკმაოდ კარგი ზრდა აჩვენა და ვფიქრობთ რომ ორნიშნა ზრდით დავასრულებთ როგორც აქტივებს, ასევე სესხების ზრდას და ასევე დეპოზიტების ზრდას. უნდა ითქვას რომ საცალო სესხებს საკრედიტო პორტფელიზე რადგან ვამახვილებთ ყურადღებას, მაინც დომინანტი პოზიცია უჭერავს დღესდღეობით, ასე ვთქვათ, ჩვენს პორტფელში. მათ შორის იპოთეკურ სესხებსაც, იპოთეკური სესხები, როგორც იცით, ნაწილობრივ უფრო დიდი სახით საბანკო სექტორშია, თუმცა სამშენებლო კომპანიებსაც გაუჩნდათ თავიანთი პორტფელები და უმეტეს კომპანია, რომელიც დღეს უკვე აბარებს თავის პროექტს, რომელიც უკვე ამთავრებს პროექტს, მათთან არსებული პორტფელები მზად არის საფინანსო სექტორში პორტირებისთვის. ვფიქრობთ, რომ ბოლო კვარტალში საკმაოდ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, ანუ ბევრი სესხი იმ სამშენებლო სექტორიდან, მათი პორტფელიდან გადმოპორტირდება და დაგრძელვადიანდება. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს დადებს საფინანსო სექტორი. დეპოზიტებთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ საბანკო სექტორი ამტკიცებს, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სექტორი და ამას ჩვენი იურიდიული და ფიზიკური პირებსაც მადლობას ვუხდით, რომ გვენდობიან ამისთვის. ერთი რაც შეიცვალა 2025 წელს ეს არის რომ ლარზე გაიზარდა მოთხოვნა, ანუ ლარულ დეპოზიტებს, მთლიანი დეპოზიტების 50%-ზე მეტი უკავია. ამერიკულ დოლარს უკავია დაახლოებით 39.3 და დაახლოებით 9.7 უკავია როგორც მახსოვს ახლა ევროს. ანუ პრაქტიკულად ეს სამი ვალუტა არის დომინანტი და 2025 წელს ბატონო თქვენს დაინახავდით რომ ძირითადად მოხდა ვადიან ანაბრების წილის ზრდა. ანუ თუ მანამდე მოთხოვნამდე და მიმდინარე ანგარიშებზე იყო ძირითადად ასე ვთქვათ დაწოლა, ეხლა ბანკი ხო ბიზნესია, ბიზნესი ცდილობს რაც შეიძლება დააგრძელვადიანოს თავისი დობა გაიზარდა ბანკების მიმართ თუ რამ განაპირობა ასე ვთქვათ ანაბრების დაგრძელება? უკეთეს პირობებს თავაზობენ ბანკები გრძელვადიან რესურსზე. შესაბამისად ვახსენოთ რომ 2 დღის წინ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაკვეთი კვლავ შეამცირა, ეს მეორე შემცირება არის ამ წელიწადში. შესაბამისად დღეს რეფინანსირების განაკვეთი ამერიკულ დოლარზე უდრის 4%-ს და ეს თუ გახსოვთ თქვენ ტრამპის ადმინისტრაცია მუდმივად აპელირებდა რომ უნდა დაიწიოს განაკვეთებიო და ფედერალური სისტემა უკვე მეორედ უპასუხა. თუმცა წლის ბოლომდე ანალიტიკოსები ამბობენ რომ მე მგონი მეტი შემცირება დოლართან მიმართებაში არ იქნება. ეს ასახავს პრობლემებს თუ არა ჩვენს განაკვეთებზე აუცილებლად მყისიერად, იმიტომ რომ მარტო ესე განცალკეულად ქართული საბანკო სისტემა უკვე აღარ განიხილება, ჩვენ ვართ დიდი საფინანსო სისტემის ორგანული ნაწილი და შესაბამისად ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ძირითადად ასე ვთქვათ საბანკო ბაზრებზე მიმდინარეობს, ის მყისიერად აისახება ჩვენთან და ვფიქრობთ, რომ აი ოქტომბრის მაჩვენებლები რო გამოქვეყნდება, პირველ შედეგებს ჩვენ იქ უკვე დავინახავთ დოლარული განაკვეთებში სესხების ასე ვთქვათ შემცირებასთან მიმართებაში და ამას თქვენთან მომრიგ გადაცემაში კიდე ფედი ახსენეთ და მე მინდა გითხოთ ადგილობრივ ბაზარზე და საპროცენტო განაკვეთებზეც ბანკებზე საუბრისას მოხმარებლისთვის ყოველთვის ყველაზე სენსიტიური საკითხი არის საპროცენტო განაკვეთები. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი წელს გაიზარდა 15.9% შეადგენს. მე მინდა გითხოთ ერთის მხრივ ეს მცირედით, მაგრამ ზრდა არ ამ განაპირობა და ასევე უნდა ველოდოთ თუ არა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას და ბუნებრივია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შეერბილებას, როგორია თქვენი მოლოდინები ამ კუთხით. უფრო უპრიანი იქნებოდა ჩვენს წინა სტუმარს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტისთვისაც გვეკითხა ეს. თუმცა ჩვენი გადმოსახედიდან, ხო, ანალიტიკოსების გადმოსახედიდან დღეს რას ვხედავთ? ინფლაციის მაჩვენებელი ამ წუთას მიზნობრივ მაჩვენებელს ზღვარს ზემოთ არის, მიზნობრივ მაჩვენებელი შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს არის 3%, ხოლო ინფლაცია დღესდღეობით გვაქვს 4.5%. აი, როდესაც ინფლაცია, ასე ვთქვათ, ასე არის დაშორებული, თქვათ, ხო, და დიდ დაშორებაზე ამას არ ვსაუბრობ, თუმცა დაშორებული არის მიზნობრივ მაჩვენებელს. მე მგონი იმის წინაპირობა რომ ეროვნული ბანკმა კვლავ შეძლოს და შეამციროს უახლოეს პერიოდში, ხო, ეხლა თუ არ ვწდები
აგერ 5 ნოემბერს აქვს ხდომა. მეგონი ამ ხდომაზე იგივე განაკვეთის პირობებში შევნარჩუნდებით. რაც შეეხება განაკვეთებს, მან რაზეა დამოკიდებული ხო ხა ერთი არის რეფინანსირების განაკვეთა, მეორე არის ოვერნაითებზე, თქვა ბანკები როცა ერთმანეთს დღის ბოლოს გადაასესხებენ, უფრო მეტი და უფრო მეტი განაკვეთი იძლევა ხოლმე დღესდღეობით. ამიტომაც ქართული საფინანსო ბაზარი დღეს მზად არის, რაც მეტ ლარს მიაწვდის, მით მეტ, ასე ვთქვათ, კლიენტს მოიმსახურება ამ მიმართულებით და ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ამას ყურადღებას, რომ მზადავართ ახალ-ახალი ინსტრუმენტები შემოგთავაზოს ჩვენო მთავრობამ არეგულირებელმა, რომ ჩვენ ეს შემდგომში უკვე უფრო შედარებით იაფ რესურსად მივაწოდოთ საფინანსო ბაზარს. ბატონ დავით, ერთ-ერთი სენსიტიური საკითხი არის კიდევ სესხებზე არსებული საკომისიოები და მათი საპროცენტო განაკვეთები. აი, ამაზეც მინდა გკითხოთ, რა განაპირობებს, როგორია დღეს ქვეყანაში ეს საკომისიო, არის თუ არა მაღალი, რაზეც ხშირად გვესმის საუბარი და რამდენად არსებობს იმის რესურსი, რომ აი ეს საკომისიოები იქნება ეს სესხის გაცემის საკომისიო, ნახის გამოტანის საკომისიო თუ ასე შემდეგ წინსწრების საკომისიო, რომ შემცირდეს კიდევ უფრო მეტად და რა არის ამისთვის საჭირო. კი ბატონო, ესე იგი თქვენ როგორც ეკონომისტი ახლა ერთ ენაზე ვსაუბრობ და როგორც არის საპროცენტო შემოსავლები მნიშვნელოვანი ბანკისთვის, ასევე არის არასაპროცენტო შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი, არის არასაპროცენტო ხარჯები და საპროცენტო ხარჯი, ხო? შესაბამისად, ყოველთვის თითოეული ბანკი ცდილობს, რომ რაც შეიძლება დადებითი ბალანსი ქონდეს საპროცენტო შემოსავლისა და საპროცენტო ხარჯის შორის, ასევე არასაპროცენტო შემოსავლის და არასაპროცენტო. თქვენ რაც ახსენეთ, ეს ზუსტად არასაპროცენტო შემოსავლის ნაწილია და აქაც კარგად უნდა დავინახოთ ჩვენ ბაზარზე რა პროცესები მიმდინარეობს. ეს იყო მაგალითად იგივე ეროვნული ბანკის რამოდენიმე გადაწყვეტილება, როცა ერთი ბანკიდან მეორე ბანკში პორტირებისას თქვათ წინსწრების საკომისიოები შეამცირა. ეს იყო ძალიან კარგი და ასე ვთქვათ სწორი ნაბიჯი მომხმარებელთა დასაცავად. საფინანსო ბაზარი ამას საკმაოდ გაგებით მოეკიდა, იმიტომ რომ ეროვნულმა ბანკმა წინ დააყენა, ასე ვთქვათ, მომხმარებელთა ლოიალობა და მომხმარებელთა დაცულობა. ამას ხელს უწყობს ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის და საბანკო ასოციაციის ერთობლივი პროექტი, რომელიც ღია ბანკინგს ეხება. ანუ ღია ბანკინგი პრაქტიკულად წოდომას აძლევს ჩვენი ფიზიკური და იურიდიული პირების, ასე ვთქვათ, ანგარიშებზე ყველა საფინანსო აქტორს, რომელიც ჩართული ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ამ, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სუბიექტის თანხმობით. შესაბამისად, თუ გვინდა რომ ღია ბანკინგმა თავისი შედეგი დადოს და რაც შეიძლება მეტი კონკურენტული, ასე ვთქვათ, შეთავაზება მიიღოს ეკონომიკურმა სუბიექტმა, შესაბამისად, ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადასვლაც, ასე ვთქვათ, გაადვილებული უნდა იყოს. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის დამაკმაყოფილებელია, კომერციული ბანკები შეესწრებიან, რომ რაღაც სხვა სერვისები შესთავაზონ ჩვენს კლიენტურას, დააბალანსონ ეს არასაპროცენტო შემოსავლი, როგორც არის მაგალითად ინკასაციის სერვისები, როგორც არის მაგალითად პატარა სეიფების მომსახურება, რომელიც დასავლეთ ევროპაში ძალიან, ასე ვთქვათ, გამოყენებადია და ის შეიძლება ჩვენთანაც ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გახდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ საფინანსო სექტორი ერთის მხრივ უსმენს მის მომხმარებელს და მეორეს მხრივ უჯერებს ძირითად, ასე ვთქვათ, მარეგულირებას ეროვნული ბანკის სახით და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი სინერგია გამოდის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით გადაცემაში სტუმრობისთვის და საკმაოდ საინტერესო და ვრცელი საუბრისთვის საბანკო სექტორთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებ, დავით რუსია, საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. დღევანდელი ბიზნეს პოსტი ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ერთ კვირაში. ბიზნეს პარტნიორი კი ტრადიციულად ორშაბათს 15 საათსა და 30 წუთზე შემოგიერთებათ პირდაპირ ეთერში.